სკოლა ძველ საკოლმეურნეო მაღაზიაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანჩი 21 მოსწავლე გაუსაძრის პირობებში სწავლობს. პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილები და უპასუხოდ დარჩენილი კანთელები. რატომ არ შეეხო ნაციონალური მთავრობის განათლების რეფორმა კანთის სკოლას და რა ბედი ეწევა მას განათლების სამინისტროს ახალი პრიორიტეტების მიხედვით. ნახეთ პაატა ლავილავას და ირაკლი შამუგიას რეპორტაჟი. ასიაკ მოსწავლეებს გაკვეთილების დაწყებას ამცნობენ, თუმცა სასწავლო პროცესის დაწყებამდე ბავშვებმა ოთახები უნდა გაათმონ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთის სკოლა ადგილობრივებს გასული საუკუნის 90-იან წლებს ახსენებს, როცა ხშირად სასწავლო პროცესი იცივე და უშუქობას ტევდათა. იმ პერიოდისგან განსხვავებით კანთელ ბავშვებს კომპიუტერის მონიტორი აქვთ, მაგრამ პროცესორის გარეშე. ბეტონზე ვდგევართ, ტვერია, კარიბის ნაცვლად ხედავთ 21 საუკუნეში ფარდები გვაქვს ჩამოფარებული. საგაკვეთილო პროცესი ხელი ეშლება, იმიტომ რომ ხმა გამოდის, სითბოს ვერ ვინარჩუნებთ. ასე ვართ გაუსაძლის პირობებში, შუქი არა გვაქვს. შეგიძლიათ ნახოთ როგორ აწვიმს. ამ სკოლაში ახლა 21 მოსწავლე სწავლობს. ბავშვთა რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც სასწავლო პროცესი მაღაზიაში გაგრძელდა. კანთის სკოლის შენობა 2011 წლის მაისში დაიწვა, რის შემდეგაც მოსწავლეთა უმრავლესობამ სწავლა წალენჯიხის საჯარო სკოლებში განაგრძო. სკოლა მაღაზიაში მხოლოდ იმ ოჯახების შვილები დარჩნენ, რომლებსაც ქალაქის სკოლებში ბავშვების გადაყვანა უსახსრობის გამო არ შეუძლიათ. ჩვენ ვითხოვთ ამ სოფელში მოგზალებულ პატარა სკოლას იმისათვის, რომ ეს სოფელი არ დაიცალოს და მიგრაციას არ შეუწყოს ხელი. ყოველი მეორე მესამე ოჯახი დაცლილია და ეს სკოლა არის ჩვენი ერთადერთი შანსი, რომ ეს სოფელი არ დაიცალოს და აქ ადამიანმა იცხოვროს. მიუხედავად იმისა, რომ გვათოვს, გვაწვიმს, ჩვენ ყოველდღე დავდივარ სკოლაში, კარგად სწავლობ და გვინდა რომ შეგვინარჩუნდეს ეს სკოლა და ვისწავლოთ აქ. კანთელები აცხადებენ, რომ დახმარება პრეზიდენტს და განათლების ყოფილ მინისტრს თხოვეს, თუმცა სამინისტრომ კანთელ ბავშვებს სხვა სკოლებში გადასვლა ურჩია. უახლოეს სკოლამდე მანძილი კი 6 კილომეტრია. ერთი კვირის წინ კანთის სკოლაში განათლების სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის უფროსი ანდრო აბაშიძე იმყოფებოდა, რომელიც სოფელს პრობლემის მოგვარებას დაპირდა. ალტერნატიული შენობა დგას, კლუბის შენობა და შესაბამისად ამ კლუბის შენობაზე გავაკეთეთ ხარჯთა აღრიცხვა და ახლა სამინისტრო გადაწყვიტავს ან ის შენობა გაარემონტოს თუ ახალი შენობა ააგოს. სოფელს ახალი სკოლა სავარაუდოდ ახალი სასწავლო წლიდან ექნება. მანამდე კი მოსწავლეებს განათლების მიღება ისევ საკოლმეურნეო მაღაზიაში უწევთ.